ნათია? ხო, ნათია. შერი სიგარეტს ხვაგძულს ყველაზე მეტად. თეფშების. აუ მე ჩანგლების. არა, დანებისაც, მაგრამ აუ დანებს კბილები მაინც არა აქვს რა. არც ყოვზებს. აუ ამ ჩანგლების ეცხვარი ძალიან რთული. აი ჩანგლებს აი კბილებს შორის გამოსუფთავება, თან ვერც ხეხავ შენს გემოზე, რაღაცა თითებში გერჭობა რა. მოკლედ ეს ჩანგლების რეცხვარი ფიზიკურად ყველაზე დამღლელი. თეფშებზე კიდევ სულ დაძაბული ხარ, რომ არ გაგივარდეს და გაკიტყდეს. ფსიქოლოგიურად თეფში უფრო დამღლელია. უი, 12 საათია. რა დრო გასულა? ნათი, ხვდები რამდენ დროს ვკარგავთ ჭურჭლის რეცხვაში? ხო არა? აი დააკვირდი. 25-27 წუთი მოუნდით ახლა ჩვენ ჭურჭლის დარეცხვას. დილითაც ხო გავრეცხეთ, მაგრამ დილით საუზმე იყო და 10 წუთი მოვანდომეთ. ანუ დაახლოებით 35 წუთი ვუნდებით დღეში ჭურჭლის რეცხვას. ეს იცი რას ნიშნავს? რას ნიშნავს? მარტივი მათემატიკა, ნათი. დღეში 35 წუთი გამოდის წელიწადში 213 საათი. რამდენი? 213. ესე უცებ საიდან გამოიანგარიშე? 35 გავამრალე 365-ზე და გავყავი 60-ზე. ზეპირად? მე მათემატიკა ძალიან კარგად ვიცი, ნათი. ოჩახ, ნათი, რა ჭკვიანი გოგო ყოფილხარ? აი, თურმე რატო უყარხარ ნიკას? ნათია, იცი რას ნიშნავს შენ 213 საათი? რას? ანუ წელიწადში 8 დღე ვუნდებით ჭურჭლის რეცხვას. ვაიმე. ხვდები რამდენს ვკარგავთ? ვაიმე თქო. ეგ ყველაფერი რომ გადავამრავოთ იმაზე, რაც მე ამ ოჯახში მიცხოვრია და რაც ჭურჭელი დამირეცხავს, მე ძალიან ცუდად. მამე, მოიცა ნათი, მოიცა წყალს მოგიტან, მოიცა ერთი არ მინდა არ დასვარო, ჭიქა პეშვით დავლე. ნათი, ვიღარ ეცხავს ჭურჭელს ხელით, ჰა? თათქარიძეზე ალბათ ჩვენ ვართ ბოლო ოჯახი. მე არ მოგბეზრდა. აუ არა და ყოველდღიურად ტელეფონში მომდის SMS-ი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 799 ლარიო. აუ ეს ნიშანია, ნათი, უნდა ვიყიდოთ. მერე ფული? ნიკა და ოთოს უთხრათ და ნახნახევარი დავდოთ. ნათია, ნახნახევარი არაა სწორი, ნახევარია სწორი. აუ, კარგი რა, ნათი, ეხლა სხვა დროა რა. ნათია, რა დროც არ უნდა იყოს, თათქარიძეზე ნახევარი, ყოველთვის ნახევარი იქნება. აუ, 800 ლარი ძალიან მეძურება და რამე უფრო იაფი არ არის? კი, ჭურჭლის ჟელეღირს 2 ლარი. 800 ლარად, სულ რომ ერთჯერადი ჭურჭელი ვიყიდოთ. იცი რამდენი მოგვივა? თან დენის ხარჯიც დაგვეზოგება. სამაგიეროდ ნაგვის ხარჯი გაგვეზრდება და რა აზრი აქვს ნათი? ისე ყოფილიყო ეს ნაგავი დენზე მიბმული, რას აშავებდა? კარგი რა ნათი, ნუ მისტირის სისტემის ნანგრევებს რა. მართლა ერთჯერად თეფშებზე ხო არ შევჭამთ. რას ამბობ, ხო გაგიჟდა ვახვაკ და ნათელას აბერძნეთში. ნათი, ესე იგი ვყიდულობთ, ხო? დავიცი, დავფიქრდეთ კარგად. 800 ლარად მოსამსახურე რო ავიყვანოთ. მოსამსახურე რა გვინდა სერიალში ხო არ ვართ? ბოლო რა ვქნათ, ვიყიდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა? ნათი, წარმოიდგინე ნათი, სამზარეულოში ზიხარ, ყავა სვამ, ჟურნალში თეკლა ნადიკვარიძის ინტერვიუს ათვალიერებ, თან პოლიტიკოსებზე და შოუ ბიზნესზე ჭორავ და ამ დროს ჭურჭელიც თავისით ირეცხება. აუ, რა მაგარია. აბა რა. გადაწყვეტილია 400 ლარს ვართმევთ ნიკას და ოთოს. საყვარელი ხარ, ნათი, ძალიან საყვარელი ხარ. იცი, ჭურჭლის სარეცხ მანქანას რო ვიყიდით, ძალიან მომენატრება ეს დრო ხელით რო ვრეცხავდი და ნათელა რომ მეუბნებოდა სულ. ნათია შულო, რა ვერ დაიმახსოვრე, ჯერ ჟელე რო უნდა დაასხა და მერე წყალიო. ნეტა საჭმლის საკეთებელი მანქანაც მოიგონონ. ნიკა. რაღაც საქმე მაქვს შენთან. ხმა გამოურთო? ხმაც გამოურთე და კიდევ რაღაც საქმე მაქვს.
აუ არ ვიჩხუბოთ რა. ვაიმე, რატომ უნდა ვიჩხუბოთ? ნიკა, რა სისულელია. მაშინ გისმენ. ნიკა, მე მივხვდი რა აკლია ჩვენს ახალშექმნილ ოჯახს იმისათვის, რომ ვიყოთ ერთად გაჭირვება სადალხინში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. რა? ჭურჭლის სარეცხი მანქანა. რატო? იმიტომ რომ თათქარიძეზე ვცხოვრობთ. მე რა? მე ის რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა არის კეთილდღეობის, კომფორტის და ოჯახის თანამედროვეობის სიმბოლო. მე ჩვენ თანამედროვე ოჯახი ვარ თუ ტრადიციული? ნიკა, ჩვენ ვარ თანამედროვე ოჯახი ტრადიციულ გარემოში. ნათი, ხო იცი რომ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თავს მივცემ უფლებას და გეტყვი რომ არ ხარ მართალი. აუ, რატო? იმიტომ რომ სხვამ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ შენ ჩემმა ცოლმა, ანუ ცოლმა ადამიანისა, რომელიც მუშაობს ენერგეტიკის სამინისტროში ალტერნატიულ ენერგიათა დეპარტამენტში, ძალიან კარგად იცი თუ რამხელა პრობლემაა კაცობრიობისთვის ენერგია. მე რა? მერე ის რომ ნათია, მაგ ჭურჭლის სარეცხი მანქანების და 1000 გაურკვეველი ელექტრომოწყობილობის ბრალია მსოფლიოში ენერგოკრიზისი. რატომ ჩხუბობ, ნიკა? ენერგოკრიზისი რო არ იყო, შენი დეპარტამენტი საერთოდ არ იარსებებდა. ეგეც მართალია, მაგრამ საკმარისი მიზეზი არ არის იმისთვის, რომ ხელი შეგიწყო ენერგიის ფლანგვაში. და ჩემი ჯანმრთელობა რო იფლანგება, არაფერს ნიშნავს. რატო იფლანგება შენი ჯანმრთელობა? აბა ხელით რეცხვა რა არის? ოჯახური ტრადიცია, ნათი. აუ, ნიკა, გახსოვს, ხელი რომ თხოვე, რა მითხარი? გითხარი რომ მინდა შევქმნა ოჯახი შენთან ერთად, რომელიც დაანგრევს ტრადიციული ოჯახის დრომოჭმულ სტერეოტიპს და შექმნის ახალ ოჯახურ ტრადიციას თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებიდან გამომდინარე თქო. მე ჭურჭლის ხელით რეცხვა დრომოჭმული ტრადიცია არ არის? კი, მაგრამ ენერგიის ეფექტური ხარჯვაა პრიორიტეტი. თუ უბრალოდ ფული გენანება. არაფერიც არ მენანება, უბრალოდ დარწმუნებული მინდა ვიყო, რომ ჩემი უაზრო გადაწყვეტებით გარემოს არ ვაზიანებ. მაშინ ჩვეულებრივი სარეცხი მანქანაც გადავაგდოთ და ტანსაცმელი ხელით ვრეცხოთ. ნუ, ეგ უკიდურესობაში გადავარდნა. მაგის მომხრე არ ვარ, მაგრამ ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა ცხოვრობდეს. აუ, ბუნება არ ვიცი მე, თუ ჩემთან ჰარმონიაში ცხოვრება გინდა 400 ლარი უნდა მომცე. ეგრე ძვირი ღირს? აი, ხო ვთქვი, ფული ენანება თქო. არაფერიც არ მენანება, სხვა გეგმა მქონდა. რა გეგმა? ხვალ პრემია უნდა ავიღო, ვიფიქრე ცოლს მივცემ, რომ თავისთვის რამე იყიდოს თქო. რა საყვარელი ხარ, ნიკაუ, როგორ გამიხარდა. ხო, მაგრამ შენ თუ იმ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყიდვა გინდა, კი ბატონო, იყიდე. ზამთარი მოდის და თვლით შექმნებიც დამჭირდება, მაგრამ ეხლა ეს უფრო მნიშვნელოვანია, დამიჯერე. ნათი? დილით მე შენ დაგიტოვე პლასტიკურ ბარათს და თანხაც დაждდება დღის მანძილზე. კოდი ხო იცი? ვინმე ცოლი იცი, ვინც ქმნის ბარათის კოდი არ იცის? ხო და მაშინ მოდი ხა დავიცინოთ. აი მე ძალიან დიდი მადლობა ჩემო ქმარუშკუნჩულო, მე რა საყვარელი. მადლობა უთხარი იმას, ვინც პრემიას ჩამირიცხავს. მაგათვის ჩემი მადლობა არჩევნებზე წასვლა იყო. ღმერთო არ დამტოვა უმუშევარი. ათო, გძინავს თქო? აუ, გეკითხები რაღაცას. რას მეკითხები? გძინავს თქო? მე მაკითხვაზე პასუხს თუ არ გცემენ, ეს ხომ ნიშნავს, რომ პასუხი არის კი მძინავს. ხო და გაიღვიძე, რაღაც საქმე მაქვს შენთან. არ მცალია, დაღლილი ვარ მეძინება. საჭმელს ეხება ეგ საქმე. გისმენ ყურადღებით? ათო. შენ ხო გიყვარს ჩემი გაკეთებული საჭმელები? კი. ხო გინდა რომ ყოველთვის გიკეთო სადილი? არ ვარ წინააღმდეგი. მე რა სუფთა თეფშზე ამოგიღო და სუფთა დანაჩანგლით მოგართვა. მინდა. ხო და ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდა ვიყიდოთ. არ მცალია, დაღლილი ვარ მეძინება. ათო, ხა ნუ მაიმუნობ და მომისმინე ბოლომდე. გისმენ. შემომხედე და ისე მომისმინე. აჰა. ათო. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ღირს 800 ლარი. ნიკა და ნათია დებენ 400 ლარს. ხვალ დილით მე და ნათია წავალთ, შევარჩევთ მანქანას, ვიყიდით, მოვატანინებთ მძღოლს, დავამონტაჟებინებთ ხელოსანს, შევაწყობთ ჭურჭელს და გვექნება მუდამ სუფთა ჭურჭელი. ნათი რა რწყილი და ჭიანჭველას მიყვები. პირდაპირ მითხარი რა გინდა? ფული მინდა. მასე მე საქართველოს გამთლიანება მინდა, მაგრამ გაწუხებ მაგით. ათო. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფულს თუ მომცემ, ჩექმების ფული აღარ მინდა. ჩექმების ყიდვას ისედაც არ ვაპირებ. ხო, მაგრამ ხო იცი რომ ისედაც მოგიწევდა. ეხა ისიც არ ვიცი რომ აღარ მომიწევს. და ხო დაგპერდი აღარ გაყიდინებ თქო, თარ? რამდენი გინდა?
ჩემი ზღარბუნია. ესე იგი ფული გაქვს, ხო? რამდენი გინდა თქო? რა ფული გაქვს? კონცერტის ჰონორარს ველოდები ხვალ ან ზეგ? რა ზეგ მე ხვალვე მინდა. მე გუშინაც მინდოდა. მე მიაკითხე და ჩაგირიცხავენ ხვალ. რამდენი გინდა თქო, არ მეტყვი? 400. გაგიჟდი? ლარი 4. რა მნიშვნელობა აქვს ვალუტას? 400 რა ამბავია? რა ვქნა, ეგრე ღირს და ნახევარ-ნახევარს დადებ ჩემ და ნიკა. არ ვაფინანსებ. აუ, ოთო. ფულს თუ არ მომცემ, გავგიჟდები იცოდე. არ გაგიჟდები, საყვარელო დამიჯერე. გავგიჟდები თუ არ გავგიჟდები, ეს ჩემინება და გავგიჟდები დამიჯერე. ხო, კარგი ვნახოთ. ვნახოთ კი არა, აუცილებლად უნდა მომცე ფული. გოგო, სიმწრით ნამღერი ფული. რაღაცა დებილობა მანქანაში როგორ უნდა გადავყაროთ? შენი ბარათი მე მაქვს. ხვალდილით დაადგები თავზე ბუღალტერს და ფულს ჩაგირიცხავს. კიდევ რას დამავალებ? მეც ჯერ არაფერს. ეხლა შემიძლია დავიძინო? ფულს მომცე? არა თქო, რო გითხრა, მაინც გამომართვნა, რაღაც მეკითხები. ჩემი ჭკვიანი ბიჭი. ოთო. ისე რო იცოდე, ჭურჭლის არცხი მანქანა დებილობა კი არა. ძალიან მაგარი გამოგონება. ღმერთო, ცოტა ხანი აღარ გამოაგონებინო ახლა. აბა, ქებში ხო არ გამოგიცალოთ ვინმეს? მე არა. არც მე. არც მე არ მინდა შილო. მოვჩით უკვე. აბა, ჩვენ წავედით. დღეს ვატოს ჩემპიონატია კაუნტერში და წარმატებები გვისურვეთ. წარმატებები ვატო, აბა შენიც. მიდი ვატო. მამა ასახელე, მამიკო. წარმატებები დედიკო და ეცადე ბევრი მოწინააღმდეგე მოკლა. მოდი ბარე მეც წავალ სამსახურში. ნიკა ბარათი? უი. აი, 17.65, ხო? კი. როგორც კი დაჯდება, ეგრევე დამირეკე. კარგი. ოთო. ბარემ წადი ახლა შენც. მიდივარ, მაცადე. სანამ არ ჩაგირიცხავენ, არ წამოხვიდე. ნატია, ნუ შემჭამე რა. აუ, დღის პირველ ნახევარში უნდა მოვასწრო, კიდო რომ ხელოსანმა საღამომდე დაამონტაჟოს. ბოი. საღამომდე რო ვერ მოასწროს, დავიხუპებით. აუ, არ ვარ, ახლა ხუმრობის ხასიათზე რა. შენ მე მკითხე რა ხასიათზე ვარ? დილამშვიდობის ნეიბორებო. რაო? გამარჯობა. მეზობლებო თქო ინგლისურად. ნახვამდი სისხლის მსმელებო. რაო? ცოლებო თქო ქართულად. ნათი, აი პროსტა შეხედე რა ხდება. რა ხდება? აი შეხედე და მიხვდები. კომპრომისული შეთანხმება არც ქუთაისი, არც თბილისი პარლამენტი გორში იქნება. ეგ არა. აბა ეს მინისტრმა მოადგლიათ ცოლი დანიშნა. ვაჰ. პროფესიონალიზმის ნიშნის ჩევარჩიო ამბობს, მაგრამ არც ეგ. აბა, თეკლა ნადიკვარიძეა გარეკანზე. ეს სუგარეკანზე არა. ხო და დააკვირდი. ვაი მე ხო ცუდად გავხდები. აი ხო ძალიან ლამაზუნებია. სასწაულია. აუ არა, იცის ამ გოგო მოდა. აუ რაზე ამბობთ? ვერ ხვდები? ფეხებს დააკვირდი. შეიძლება შოქში ჩავარდე. ფეხზე, უი, ძალიან ლამაზებია. ძალიან ლამაზები კი არა, ნათი. ახალი სიტყვა ჩექმეულში. აუ ნეტა ვისი დიზაინია? წერია მან ფართმან გურჯის დიზაინიო. აუ მგონი ესეთები სადღაც მაქვს ნანახი. ალბათ სიზმარში. დღეიდან გამოდის გაყიდვაში. თუ დღეიდან გამოდის გაყიდვაში, თეკლამ როგორ იყიდა? ნუ ფოტოსესისთვის იქირავა. დღეს აბრუნებს და ეგრევე ყიდულობსო. აუ ძალიან მინდა ეს ჩექმები. აუ მეც ძალიან მინდა. მეც, მაგრამ ჩემი ზომა არ არის. რატომ? არისტოკრატული ზომები გამოდისო, ასე თქვა დიზაინერმა. სხვა შემთხვევაში ირღვევაო სიბრძნისა და სილამაზის შორის არსებული ბალანსიო. და არისტოკრატული ზომები რომლებია? 36-37. მე მაქვს 36. მე 27. მე 38. ჯანდაბას ჩემ თავს ამ სიმაღლე რო ვარ. კაი რა უჭირს? დიდ ზომებსაც გამოვშვებენ ცოტა ხანში, ხალხი თუ მოითხოვს. ნათია, ცოტა ხანში ყოველს თუ ეცმება რა ჯანდაბად მინდა. ახლავია ეს საყიდელი, სანამ გაღმა ნაპირზე გადასულა. და რა ღირს? უძაანია ფესი. მაინც? 399 ლარი. ვაიმე ძალიან იაფია, ხო? იაფია?
ხო, აბა ჩექმისთვის 1000 ლარამდე ძალიან იაფია. აუ ძალიან მინდა დანეთ არ შემოვა ჩვენთან მოდაში. აბა რაც იზამს. აი ბეწვიანი უმტები პირველს იცი ვისეცვა? ვის? თეკლა ნადიკვარიძეს. თაკა გაგიჟდა ისე მოეწონა ეს ჩექმები. ხო ეს ექტაობა საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ჩაცმას, მაგრამ ამაზე გაგიჟდა. არა და 38 აქვს. არ გინდა თქვენ იყიდოთ ეს ჩექმები? აი არ მინდა ჩვენ корпуსია და სხვა корпуსში ეცვას ვინმეს. თათქარიძის 14 ვართ ბოლო-ბოლო, ხო? აუ, რა არის იცი? დღეს ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს. თან მე ოთოს შევპირდი ამ სეზონზე ჩექმას აღარ გაყიდინებ თქო. აუ რა არის იცი? მე ვეღარ ვეტყვი ნიკას ფული მომეცითქო. აუ არა და ძალიან მინდა. აუ ეს ჩექმა რომ მქონდას უბედნიერესი ქალი ვიქნებოდი თბილისში. რა ბევრია ჩვენი ბედნიერებისთვის საჭირო. არა დაიჯერო. არა დაიჯერო. ნათი, ხო ნათი. აუ ნათი ისე ძალიან აღარ მიხარია ჭურჭლის არაც მანქანას რო ვყიდულობთ. აუ მართლა ძალიან მაგარი ჩექმაა რა. ხო არ ვიყიდოთ? მე რა ჭურჭელი. ეგეც ვიყიდოთ. ოთოს არ იქნება ამდენი ფული. აუ არც ნიკას. როგორც ნათელა ამბობს, თუ ირჩევ რამეს ოჯახისთვის იყიდო თუ შენთვისო, ჯობია ოჯახისთვის იყიდო, იმიტომ რომ შენ მაინც ორივე მოგბეზრდება და ოჯახს გამოადგებაო. დავუჯეროთ დედას. ხო ნიკა? ნათი, ჭურჭლის ჟელე გვაქვს? კი? ხო და გადააგდე. პრემია ჩამერიცხა. აი მე რა საყვარელი ხარ ნიკა? რაო? პრემია ჩამერიცხაო. გავალ ახლა მე მოვემზადები, ჩავიცვა და ოთოსაც როგორც კი ჩარეცხება გავიდეთ ვიყიდოთ. ჯერ რა გეჩქარება ნათი? აუ ნათი, რამეზე გადავიტან ყურადღებას, თორე სულ ჩექმებზე ვფიქრობ. მას მოფრინდი ჩემთან მტრედო. მოვედი. რა ქენიოთო? რაზე? ფულზე. ვიყავი. ჯაგირიცხეს? არ ვიცი. რას ქვია არ იცი, აბა რისთვის იყავი? ბუღალტერი არ დამხვდა. მე ვერ დაელოდე. შეიძლება არც მოვიდესო. მოადგილეს დალოდებოდი. რა მოადგილეს? ბუღალტრის მოადგილეს. ნათი, პატარა ოფისის ბუღალტერია. მოადგილე, მოურავი და პირადი დაცვის უფროსი არ ყავს. აბა რა ვქნათ ეხლა ჩვენ? უთხარი რომ ვიყავით ხო, დაველოდოთ, იქნებ ჩარიცხოს, მივიდეს. აუ, სულ აი ასე რატომ ექცევი? რა გინდა, ვერ გავიგე, მივედი, არ იყო. დაუბარე და წამოვედი. რა უნდა მექნა მეტი? დღეს თუ არ მივა, რა მნიშვნელობა აქვს რა დაუბარე? შეიძლება მივიდეს. აბა შეიძლება არ მოვიდესო? შეიძლება არ მოვიდეს. ხო, იმასაც ნიშნავს, რომ შეიძლება მოვიდეს. მე დალოდებოდი თუ მოვიდოდა. მეტი საქმე არ მაქვს მე? რა საქმე გაქვს? შიანათი. რაც გინდა ისჭამე, მაცივარშია საუზმის ნარჩენები. დიდი მადლობა. და ხვალ რომ ვიყიდოთ, ეს ჭურჭლის არიცხი მანქანა არ შეიძლება. მე ხვალ მოგართმევ სადილს. მე ხლა შხაპს მივიღებ, იქნებ ცოტა დავწყნარდეთ, თორე დილიდან ყველამ დამაწყვიტეთ ნერვები. ვინ ყველამ? ყველამ. უი, ოთო მოხვედი? კი, მოვედი. ჩაგერიცხა ფული? დღეს ეს შეკითხვა ძალიან აქტუალურია. ჯერ არა. აბა როდის ჩაგერიცხება? ხვალ ან ზეგ, არ ვიცი. ნათია სად არის? აბაზანაშია. კარგი, მე მაშინ წავედი და თუ ნიკა მიკითხოს საწავიდაო, უთხარი ნახავთქო. ასე ერთად რატო გიждდება ხოლმე ყველა? მოვედი. სად იყავი ნათი? ჯერ მითხარი ნათი, ოთოს პრემია ჩაერიცხა? ჯერ არა.
კარგი, მაშინ გეტყვინათი, ოღონდ არ მეჩხუბო, კარგი? რა მოხდა? არაფერი. სანამ შენ აბაზანაში იყავი, ნათი, მე ვიფიქრე ცოტას გავივლი, გავისეირნებთ, ხო და ესე შემთხვევით არც კი ვიცი გეფიცები როგორ აღმოჩნდი ფარსმა გურჯის ბუწიკთან. ხო და მე ვიფიქრე, მოდი ახლა ბარემ შევიხედავ, ბარემ ჩექმებსაც შევათვალიერებ, თქო, ჩექმები შევათვალიერე. მე ვიფიქრე, მოდი ახლა მოვიზომავ, თქო და ხო და რომ მოვიზომე, ვეღარ გავიხადე. ჩექმები იყიდე? კი, აუ ხო ძალიან მიხდება. ძალიან. რეალობაში 100 ჯერ უფრო ლამაზია ვიდრე სურათში. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომაც დღეს ეს 400 ლარი და ჟურნალი, რომელშიც ესენი ეხა და 4 ლარი. და ჭურჭლის სარეცხი მანქანა? აუ, ჭურჭლის სარეცხი მანქანაზე მეც ძალიან წყდება გული. ესე იგი აღარ ყიდულობთ, ხო? შენ ტყუილად გიხარია. და ოთოს პრემია ხო არ ჩაურიცხეს? ჯერ არა, მაგრამ რომ ჩაერიცხოს? ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ მე ვიფიქრე, ეგებ არ ჩაერიცხოს თქო. უი? ფული ჩამერიცხა? ოთო. წამოდი საძინებელში. რა ხდება? საქმე მაქვს. იცოდე თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აღარ ყიდულობთ, ფულს არ მოგცემ. რაღაც ვიყიდით, მე ფული აღარ მაქვს. შენ გენაცვალე ნათია, რა კარგი გოგო ხარ. საქმე მაქვს თქო, ოთარ. კარგი. ნათია, ჩვენ გავალთ, ცოტას ვიჩხუბებთ და მოვალთ. რა ხდება ნათი? ოთო, წელს ძალიან ცივი ზამთარია გამოცხადებული. არ მაინტერესებს, ჩექმებში გადასაყრელი 400 ლარი არ მაქვს. დაფიქრდი, მაგ 400 ლარა ჩექმაზე უკეთესი რა უნდა ვიყიდოთ? რაც გინდა სულო და გულო. პატარა პლაზმური ტელევიზორი, დიდი არაპლაზმური ტელევიზორი, ძალიან იაფი მანქანა, ძალიან ძვირი კონიაკი. ბოლო-ბოლო 8 შენ იმგზავრებ ავტობუსით. ჩემთვის ყველაფერი ჯობია მაგ ჩექმებს. შენ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ. როგორ არ ვფიქრობ, შენთვის ყიდულობდი ჭურჭლის სარეცხ მანქანას, მაგრამ ვერ მოაბით, დავიდა, რა ჩემი ბრალია. მოგეცა დროზე ფული და მოვაბამდით. ანუ ჩემი ბრალია. აბა ჩემი ბრალია? ნათი ასე ინება ღმერთმა და მე რა შვაში ვარ. მე კარგი მაშინ ვიქნებ ესე საწყალო დაჭაგრული. დაჭაგრული რატო? იმიტომ რომ ასე ინება ღმერთმა და შენი ცოლი ვარ. აი რა ნათი, არიტირო რა. სხვათა შორის შენ რძალს რომ ახალი ჩექმა ეცმევა და შენ ცოლს არა, ეგ შენი სირცხვილიცაა ისე. მწვენია ნათი. შენ გონი არ მწვენია? ხო იცი შენთვის არაფერი არ მენანება, მაგრამ აბა დაფიქრდი. ზუსტად ისეთივე ჩექმა ხო არ გიქნება როგორც ნათიას? სხვა ფერიც არის. ნათი? უი? ნათი, შენც ასეთები იყიდე? ეგეთები არ არის, ვერ ხედავ, სულ სხვა ფერია. ხო, ფერი სხვა, კი. ხო, ამას არჩულიც სულ სხვანაირი აქვს. ხო, მაგრამ ხო იგივე ფორმა აქვს. ფორმა კი, მაგრამ ფერია მთავარი. ხო, ფერი ეგეც კარგია, კი. ეს ფერი უფრო ხო არ მოგწონს? არა, ვარდისფერი უფრო მომწონს. ხო, რა ვიცი, გამყიდველმა მითხრა, რომ შავი უფრო დიდხანს ძლებსო. მართლა? მართლა გაგიცვლი, ნათი. არა, ჯობია ვარდისფერი იყოს და ცოტა ხანს. აი, როგორც გინდა. აი, საოცრება რა. აუ, თან რა ნაზია ფეხზე. ნაზი და კომფორტული. აი, საერთოდ ვერ ხვდები თუ რამე მაცვია ფეხზე. საოცრება ნამდვილი. ნუ აი, ძალიან მომწონს. იგი კიდე იყო? უზარმაზარი, ვისაც აქეთ სანაპიროზე არისტოკრატული ფეხი ზომა აქვს და სტაბილური შემოსავალი, ყველა იმ რიგში იდგა, უზარმაზარი რიგი იყო. იმ ბუტიკში მე ჩემი ნაცნობი გოგო მუშაობს და იმან ჩამაყენა ურიგოების რიგში ნაცნობობი. ხო, მე კიდე რო ვიყიდე მითხრეს, მეორე დღეს გათავდება და ერთ კვირაში იქნება ახალი პარტიაო. ჩინეთიდან უკვე გამოაგზავნესო. ჩინურია? აუ, რას ამბობ? ჩინეთში აკერინებენ. აუ, ამის გული გამისკდა. აუ, კაი, რას ლაპარაკობ? ნათი ფარსმან გურჯი ამას არ იკადრებდა. არა, გოგო, არ არსებობს. დაგაწყნა რა ფულის დახარჯვა?
ოთო. შეხედე რა ლამაზია. ძალიან მაგარია. გაიხადე ხა და მაჭავე საჭმელი. ახლავე გაგიმზადებ. უი, მამამ დარეკა დღეს ადი არ მოამზადოთო. რატომო? არ ვიცი. არა. აშკარად რაღაც ხდება დღეს. ნათი. სადლს თან ვაკეთებთ. ჭურჭელი მაინც დავრეცხოთ. დავრეცხოთ, აბა რა ვქნა. ნათუშკები, ხო, მე ვარ ისე. გოგო, გაიგეთ რა ხდება? რა ხდება? არ გიყურებიათ ტელევიზორისთვის? ოთო უყურებს ტელევიზორში რაღაც გადაცემას ქართულ სუფრაზე და არ ვიცი. მოკლედ, ახალი პრემიერის გამოცხადება მეორე ნიუსაც გაუშვეს საინფორმაციოებმა ესეთი ამბავი ატეხილი ახალ ჩექმებზე. და რა ხდება? რა ხდება და ჯანდაბა და არ გადარჩენა ამ აფერისტი პარტნიორ გურჯის. ვაიმე, ნუ გაგვიხედქ ახლა გულები თქვი რა ხდება? კიდე კაი გოგო, ჩემი ზომა არ იყო და ვერ ვიყიდე. რატომ? აქციებია ბუწიკთან. რა აქცია? საპროტესტო. რა საპროტესტები? ჩექმებს. რატომ? თურმე გოგო, გოჭის ტყავის ყოფილა ეგ ჩექმები. რა გოჭის ტყავის? ვერ გავიგე. რა ვერ გაიგე, პატარა საყვარელი გოჭების ტყავისგან კერავენო. ვაიმე, ძალიან ცუდად ვარ. ვინ თქვა? მოკლედ ერთი გოგოა ზინკა ჩხეიძე, ყოფილი მოდელი, მერე იურისტი გახდა. ზინკა, ვიცი, თათქარიძის 18-ში რო ცხოვრობს. ხო, ეგ გოგო ადრე ყოფილ მოდელების უფლებებს იცავდა და ეხლა გახსნა რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია. არასამთავრობო? ხო, ოღონდ ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია კი არა. აი, ძალიან არასამთავრობო ორგანიზაცია. და რა ქვია ამ ორგანიზაციას? ეგ ქვია, ძალიან არასამთავრობო ორგანიზაცია. მერე? ხო და ამ ორგანიზაციას აღმოუჩენია, რომ იკერება ჩინეთში ეს ჩექმები პატარა საყვარელი გოჭის ტყავისაგან. ვაიმე, ძალიან ცუდად ვარ რა. მივარდნილ ამ ფარსმან გურჯის ბუწიკთან მთელი ჟურნალისტები, ტელევიზიები და ამბავია ატეხილი. ой, როდის? 9 საათის წინ. აუ, არ უნდა მოკლა ეს ფარსმან გურჯი. ძლივს გაასწრო, ტელევიზორში გამოაცხადეს ძველი ბიჭის ფორმაში გადაცმული, გაიპარაო, გაყიდულსაც ვეღარ აბრუნებენ, მთელი ფულები წაუღია და გაპარულა. საერთაშორისო სკანდალია ატეხილი. კანადის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ რო გაიგო ეს ამბავი, გადარეულა რა უბედურება არისო ესა და კინაღამ ომი გამოუცხადებია ჩინეთისთვის. ვაიმე, კანადის და ჩინეთის ომი გვაკლია ეხლა რა. არა, ეგენ კი შერეკდებიან, მაგრამ აი რა წესია ეს, ხო? შეიძლება გადაირიო. თავარი უნდა გითხრათ, გოგოებო. ვიღაცას ბუწიკთან დაუყვირია თეკლა ნადიკვარიძე არეკლამებდა მაგ ჩექმებსო და მთელი ეს ბრბო მივარდნილან თეკლას სახლთან. ვაიმე, საგიჟეთია. გამოუკრიათ თეკლას მამის სადარბაზოში მყარი გოჭების სურათები, დაუწერიათ კედლებზე კრიმინალებო, გოჭების მკვლელებო, სადისტებო. არ გადავრიო. ვიღაცებს ჰიმნი ჩაუწერიათ, კლიპი გადაუღიათ, ნუიცვა გოჭს თუ რაღაც და Facebook-ზე აშიარებენ და აშიარებენ. ეს სიმღერა უმღერიათ თეკლას სახლთან, ამაზე გამოვარდნილა თოფით მამამისი და ისევ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს თეკლა და მამამისი. ვაიმე, მაგათ მაგდე ვერ დაალაგეს ურთიერთობა რა. ხო, ვერაფრით ვერ დაალაგეს. თქვენ რა ქენით იყიდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა? რატო სხვა რამე იყიდეთ? მოიცა ჩექმები ხო არ იყიდეთ? რომელმა იყიდეთ? ვაიმე. უკან არ იბრუნებენ? არაო. ჯერ ერთი ბუწიკს აწერია გაყიდული საქონელი უკან არ მიიღებაო და თან გაქცეულია ფარსმან გურჯიო. ანუ ფულსაც ვერ დავიბრუნებთ? ფულს რა აზრი აქვს? იმ საწყალ გოჭებს რა ეშველებათ ამ ფულით? იმათ არაფერი, მაგრამ იქნებ ჩვენ გვეშველოს რამე თქო. ამ ჩექმებს ვეღარ ჩავიცვამთ. კაი რა ნათი რა. ყველა ჩექმა რაღაც ტყავისგან არ არის შეკერილი. მაგ ჩექმების ჩაცმა უკვე გოიმობად ითვლებაო ქალაქში. ერთნაირი სუნამოს დასხმაზე გოიმობადო ქეთუსია. მაგ ჩექმებში ფარში რო ჩავდოთ, კუპატი არ გამოვა? აუ, კარგი რა ისე და ცუდად ვარ. კარგი ხო, ჩერდები. ოდი ჩვენ, დღეს სადელი ხო არ გაიგეთებიათ? არა, მამა, რა არის ეს? არის და დღეს რატომ კაუნტერის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და პრიზად შემწვარი გოჭი მიცეს. აბა, აღსანიშნავი გქონია ეს ამბავი. ვაიმე, ძალიან ცუდად ვარ. ვაიმე მეც. რა ხდება ხალხო აქ? არაფერი, მამა, არაფერი.
ხო გშია? გშია, ბარ გშია. მეც გშია. ნუ მე ეხლა ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ეხლა ისე მშია. რომ მზად ვარ დავიჯერო რომ ეს გოჭი უბედურ შემთხვევით დაიღუპა. ბატონ მამა, მიდი მაცივარის ტყემალი გამოიღე. ღვინო მოიტანე შენ. ოი შენი